დღეს Business Insider-ის ინიციატივით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ყველა მსგავს ფორმატში მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ ყოველთვის ვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე მნიშვნელოვანი არის გავიგოთ ის საჭიროებები, რაც კერძო სექტორს აქვს. პირველ რიგში ძალიან საინტერესო ფორუმი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სამშენებლო სექტორზე და დეველოპერ სექტორზე და სექტორის გავლენაზე ეკონომიკაზე. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული ორი სექტორის ჯამური კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 18%-ია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ციფრია. აქვე აღნიშნავდი იმას, რომ აღნიშნულ სექტორში დასაქმებული ადამიანების შემოსავალი ერთ-ერთი მაღალი შემოსავალია და median ხელფასი კატეგორიებით მეორე ადგილზე არის და საშუალო ხელფასი კი სადღაც 3,500 ლარის ფარგლებშია. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორის განვითარება და ჩვენ ასევე ხაზი გაესვა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მშენებლობაც იგეგმება. აქ მხედველობაში გვაქვს ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება, ასევე მხედველობაში გვაქვს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ახალი აეროპორტის მშენებლობა და ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად ხელშეუწყოს საქართველოს როგორც შუა დერეფნის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ ორი დიდი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სივრცეს შორის, რომელიც არის ჩინეთი და ევროკავშირის, ასე რომ ვთქვათ, კომერციული, სატრანზიტო, ლოგისტიკური გადაზიდვების კიდევ უფრო გაზრდას. დღეს მდგომარეობით ჩვენი წილი მხოლოდ 2%-ია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელებით და მათი ერთობლიობაში ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ნაჩვენებელს და რაც საბოლოო ჯამში აისახება უფრო მაღალ შემოსავლებში ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მაღალ ხელფასებში და უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაში. ასევე ჩვენ ვისაუბროთ დეველოპერის სექტორთან დაკავშირებით, რამდენად დიდია მისი როლი ტურიზმის სექტორის განვითარებაში. აღინიშნა ის, რომ 2025 წელს ტურისტულმა შემოსავლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს იყო 4,7 მილიარდი და სწორედ მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტები ქმნის ამის შესაძლებლობას. ასევე ხაზი გაესმა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ემარის კომპანია ემაერის შემოსვლა საქართველოში და იმ მულტიმილიარდ დოლარიან ინვესტიციებს, რომელიც განხორციელდება შემდეგი 6-7 წლის განმავლობაში, რაც თავის მხრივ ნიშნავს კიდევ ერთხელ ასე რომ ვთქვათ, ტურისტული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას, უფრო მაღალ დონეზე აყვანას და უფრო მაღალ შემოსავლიანი ტურიზმების მოზიდვას საქართველოში. რომ შევაჯამოთ, დისკუსია ასევე შეეხო ადგილობრივ კომპანიებს, თუ რა შესაძლებლობები არის ბაზარზე, თუ რა გამოწვევებია, ასევე არსებობს გამოწვევები კაპიტალზე წვდომაზე. ამ ნაწილში საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომ კომპანიებისთვის წვდომა კაპიტალზე გაეზარდოს, რომ მათ რესურსი გაეზარდოს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეთ. ასევე ვილაპარაკეთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის პროფესიული კადრების გადამზადება, რადგანაც აღნიშნული სექტორი მაღალშემოსავლიანი არის და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სამუშაო ბაზრის გადამზადებას და ასე რომ ვთქვათ, დავალ პროდუქტიული საქმიანობიდან მაღალ პროდუქტიულ საქმიანობაში მათ გადაყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები, რეალური შემოსავლები გაიზარდება და ეკონომიკის და უფრო ინკლუზიური გახდება და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო დღეს. შესაძლებლობა ჰქონდა კერძო სექტორს, სხვადასხვა ასოციაციას, სახელმწიფოს გულწრფელად გვესაუბრა ინფრასტრუქტურული და დეველოპერული სექტორების, ზოგადად სამშენებლო სექტორის განვითარებაზე და ყველა ერთბაშად შევთანხმდით, რომ ორი მთავარი გამოწვევა გვიდგას. ერთი ხარისხის კონტროლი, გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის და მეორე სწრაფი განვითარება, რომ ამ კონკურენციულ გარემოში, რომელშიც და რეგიონშიც ვიმყოფებით, საქართველოს თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ხარისხზე. ჩვენ ვართ ინოვატორები და არა ინოვატორები, მაგრამ საქართველოში არამედ ჩვენ ახლა რაღაც პატენტებზე მუშაობთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი იქნება ინოვაციებში, რომელიც ჩვენ პროდუქციას აუმჯობესებს როგორც დანახაჯების მხრივ, ანუ უფრო იაფს ხდის მას, ასევე ხარისხის მხრივაც. ასევე ჩვენ ამაზე მუდმივად ვფიქრობთ და მუდმივად მუშაობთ და ახლა ცოტა ხნის გამოვაცხადეთ, რომ ავაშენებთ
საკმაოდ დიდი ინვესტიცია, 70 მილიონიანი ინვესტიციას ვაკეთებთ, რომ დავამატოთ კიდე კლინკერის წარმოება, რაც არის პირველადი პროდუქტი ცემენტისთვის და შემდეგში უკვე ბეტონისთვის. და ასევე ვაგზელებთ ინვესტიციებს ცემენტის საფქოვებში და ამას გადავანაწილებთ უფრო კარგად მთელი საქართველოს მასშტაბით უფრო კარგად მომსახურებთ ჩვენ კლიენტებს და ასევე გავაგზელებთ ბეტონის ქარხნებში ინვესტიციასაც ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით უკეთესად მომსახურებთ ჩვენ კლიენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაც მოვისმინეთ რომ გააგზელებენ იმ პროექტებს რომელსაც აკეთებდნენ და მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს მესმის რომ ბევრი პრობლემა დახვდათ იქ და დღეს ძალიან კარგად აგვიხსნა მინისტრმა რა პრობლემებს ეჭდებიან ისინი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრობლემები დროულად გადაწყდეს და გაგზელდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას თითქმის მთელ დანარჩენ ეკონომიკას ნორმალურად უმუშაოთ. ეს იქნება ეს გზა თუ აეროპორტი თუ რაღაც ამგვარი. და მესამე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვისწავლოთ ფულის შემოტანა საქართველოში და სხვა სამშენებლო დარგს ეხებოდა ეს კონფერენცია და დავამატებ, რომ თუ ჩვენ დღეს ვაშენებთ უძავქონებას და ვეძახით უძავქონებას და რესტორნები, სასტუმროები, ბინები და ეს არის ძირითადი ბირთვი, კერძო სექტორი როგორ მონაწილეობს მშენებლობაში და დეველოპმენტში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისწავლოთ პორტების, ჰიდროელექტროსადგურების data ცენტრების და ესეთი სამშენებლო პროექტების კეთება, რომლებსაც ბევრად უფრო მეტი ფული ჭირდებათ, მაგრამ ასევე ბევრად უფრო მეტ ღირებულებას შექმნიან ამ ქვეყნისთვის და სადაც საქართველოს აქვს სამივე რასაც მე დავასახელე, წარმოუდგენელი უპირატესობა თავის დებარეობით, თავისი მაღალმთიანი კლიმატის და 26,000 მდინარის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არის წარმოუდგენელი სიმდიდრე, რაც ამ ქვეყანას აქვს. ამიტომ ეს უნდა ვისწავლოთ, როგორ შემოვიტანოთ კერძო ფული, რომ ამ კერძო ფულით დიდი პროექტები ვაკეთებთ. ფორუმი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ვიტყოდი რომ საკმაოდ შედეგიანი, იმიტომ რომ ეს არის ფორუმი და ეს არის ფორმატი, სადაც პრაქტიკულად მონაწილეობს სახელმწიფო, მონაწილეობს ბიზნესი, მონაწილეობს სექტორული ასოციაციები და მონაწილეობს საკმაოდ ფართო სპექტრი დამსწრე საზოგადოების სახით. ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, პრაქტიკულად მშენებლობა, დეველოპმენტი ჯამში 18% შეადგენს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტში და შესაბამისად ეს არის მისი პირდაპირი მონაწილეობა, ხოლო ირიბი მონაწილეობით გაცილებით უფრო მაღალია ჩვენი ეკონომიკაში ამ სექტორის წილი და თავისთავად ცხადია, ყოველი შეხვედრა, ყოველი განხილვა არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ სექტორის განვითარებისთვის და აზრთა შეჯერებისთვის შეიძლება ასე ითქვას. რაც შეეხება უშუალოდ ამ სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სექტორი ძალიან პერსპექტიული და როდესაც ვამბობ პერსპექტივას, ვგულისხმობ ამ სექტორში, ესე ვთქვათ, ინვესტიციების განხორციელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან, პრაქტიკულად მე უძრავქონებას ვეძახი ექსპორტის ისეთ სახეს, რომლის დროსაც საქონლის გატანა ქვეყნის გარეთ არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია თითოეული ცენტი, თითოეული დოლარი, ევრო, ფუნტი აი ამ სექტორში ჩადებული. ამ მიზნით აბსოლუტურად თანხვედრილი არის ბიზნესის და სახელმწიფოს ხედვა, იმიტომ რომ ყველას კარგად მოგვიხსენება, რომ პრაქტიკულად რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი იქნება ინვესტიციისთვის, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებისთვის, ინსტიტუციური ესე ვთქვათ ინვესტორებისთვის და ასევე უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, არამედ ეკონომიკისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებისთვის და ძალიან ბევრი ახალი სერვისის შექმნისთვის, სადაც თავისთავად ცხადია, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, კიდევ უფრო მეტი ბრუნვა და კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ძალიან პოზიტიურად შევაფასებ დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმს, ძალიან საინტერესო პანელის წევრები იყვნენ, მათი საუბარი და მათ მიერ განკეთებული განცხადებები მნიშვნელოვანი მესიჯები იყო დამსწრე საზოგადოებისთვის, ძალსახად ინფრასტრუქტურა და მშენებლობა წარმოადგენს კრიტიკულად ხერხემალს ჩვენი ეკონომიკისა და შესაბამისად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სექტორში არსებულ გამოწვევებზე შესაბამისი პასუხები იყოს გაცემული და ასევე მისი მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება და
მოხარული ვარ, რომ ჩვენ ასოციაცია ვიყავით ერთ-ერთი სპონსორი და აღნიშნული ფორუმის და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აუძლებთ ესეთ გრძელვადიან თანამშრომლობას. ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ფაქტიურად თითქმის ყველა ესეთ მნიშვნელოვან ფორუმში, განსაკუთრებით ისეთ საინტერესო პანელების დროს, როგორც სპიკერების დღეს არის წარმოდგენილი, საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა იყო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საინტერესო მიმოხილვა იყო ჩვენი დარგის სამშენებლო დეველოპმენტის მიმართულებით, ბატონ თონი გემირიკაშვილის მიერ. არაერთხელ აღნიშნავდა თითქმის, ეს რა თქმა უნდა აქსიომაა, რომ ბიზნესის და ხელისუფლების აქტიური საუბარი ეს მხოლოდ ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ესე სახელმწიფოს მხრიდან მათი ხედვების სწორად ჩამოყალიბებას, სულით ინფორმაციას, რაც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, დამატებით მოგცემს საშუალებას გავცვალოთ მოსაზრებები და ვაკეთოთ ის ერთიანი საქმე, რასაც ჩვენი ქვეყნის მშენებლობა ქვია და ჩვენი წელიწადი დავდოთ.